მოვედი. გონი და მოვედი. ეხა დაიცადეთ. ცოტა ავბარგდეთ. ეს ეხლა ვიყიდე და მქონდა დიდი. ვერი, გამარჯობა ხალხო, გილოცავთ ნიკოლოზობას. რასაც დავინახავ იმას ვიწყებ. დიდი მაქვს. მაიცა, შევაბრუნებ. აჰა. ხო და დიდია, დიდი იყო არის და ავდექი და ძალიან ბევრი გადაკეთება რო არ მექნა. აი ეს ხართან. აი ხართან ავსბორე. აიწია მაღლა სახელომ და ეხლა მექნება კარგად. აჰა, მე რეიტყვით რომ ხალი არა ვარ მე, დაჯინანა დასკამდი. ეხლა შემოვედი სახლში. დიდერა დაბერებული ვარ. ეხლა შემოვედი დილასაკეთ მე და ჩემი ქმარი იმას ვასკვნით რამდენი წლის ვართ და რამდენი ხოდა ერთი წელს თურმე ვიკლებთ ორივე. თურმე ორივენი ვიკლებთ ერთ წელს და თურმე მაგრი არა ვართ. ეს რა არისო? ჯერ ისევ რომ არ მომიბარგებია, ეს ის არის. საწავიღო? სარსად. რა ქვია? ჩემოდნები ავაბარგეთ. რეცხავ, ვარდოსავით, თუ კი რამე არის ყველაფერი დავრეცხე, ეს კიდე წაბლებია გუშინ ვიყავი იმაში, აფთიაქში, ეხლაც აფთიაქში ვიყავი. ხო და ესა. ვაი არა, სათვალე უნდა გამეკეთებინა, აი ეხა თავზე რომ გავლამაზდე მეთქი და უცებ თავში დამარტყარო, სუფთა ქეთო ვიქნები მეთქი, ქეთო, ხო იცით? ეგიდულაშვილი, ხო და მოკლედ დაანაბდავდათ მოვედი, მაგრამ ეხლა ვიფიქრე, ეხლა თუ არ მივედი, კიდე ვერ მივალ დღეს, კიდე ვერ მოვახერხებ, კიდე არა მაქვს დრო და ვერ მივალ თქო და ვერ მოგიკითხავთ. არა და მინდო და ვიდეოს ჩაწერა მინდა. ეს კიდე ისინია საღვთო რელიგიური ბროშურებია, რომელსაც ინოჩენტეს უგზავნიან. ფული გადარიცხეო და ამას ჩვენ რაღაცებს გვიგზავნიან რა და ვეუბნები რომ მე ამების ასე აღება და ნაგავში ვერ გადავაგდებ მეთქი არ შემიძლია ხო და წაიღე მეთქი და ეკლესიაში დატო არ არის ხატები უბრალოდ ბუკლეტებია და სურათებია მაგრამ რაღაცნაირად მე მაინც ასე ვარ გაზრდილი და გული ასე მithქვავს ხო და წაიღე მეთქი და ეკლესიაში დატოვე და მე თვითონ იციან გინდა გადააგდონ, გინდა გადმოაგდონ და გინდა რაც უნდა ის უქნიათ მეთქი. იქნება ვინმე სახლში წაიღოს. აჰა, ავიდე ყველაფერი რომ გავაჩნდე მე. ეხლა ხალხო, რო ჩამოვედით კვირას. დღეს უკვე რა არის? პარასკევია. გუშინ ვიყავი მუხლზე გადავიღე ის რაღაცა ტომოგრაფია ქვია თუ რეზონანსული მაგნეტიკა ქვია თუ კეტო ქვია თუ არ ვიცი ქართულად და ეხა მომამკლავთ ესა პასუხი იქნება ორშაბათს. ორშაბათს იქნება პასუხი, მე ექიმთან დავრეკავ, როდის დამინიშნავენ ვიზიტს, რომ ექიმს ვაჩვენო და გადავწყვიტოთ, რომ ვიმკურნალოთ თუ პირდაპირ შემაგდონ სტანოკზე და ოპერაცია გამიკეთონ. არა მგონია იმედს ვიტოვებ, რომ ჯერ არ არის საოპერაციო მუხლი, მეორე. რავი, თუ არ იცით ახლა გეუბნებით. ცოტა რაცხასა მაწუხებ და დროზე მივხედო, იმიტომ რომ გამოცდილება უკვე მაქვს, რომ ის მეორე რომელსაც დროზე არ მივხედე, ჩაოხრდა. ხო, ეგ მინდოდა მეთქვა. გილოცავთ ნიკოლოზობას მეთქი, ხო გითხარით, ვისაც ყავთ ნიკოლოზები, ორმაგად გილოცავთ. დანარჩენი ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას და ფარავდეთ წმინდა ნიკოლოზის მადლი. ხო და ხალხებო, ხილები მოსაწესრიგებელი სარეცხად ყველაფერს ავრეცხავ. აი, რასაც დავინახავ და რაც ხელში მომყვება, ყველაფერს ავრეცხავ. აზაწმელი ეს, აი ზაფხულისა, ზამთრისა უნდა გარიცხო ყველა რომ დააბინაო. ზაფხულისა უნდა გარიცხო რომ მოდის ზაფხული და საერთოდ არ ვიცი კიდე რა მაქვს და რა არა მაქვს და აი მაგ დღეში ვარ და ყველაფერს ინოჩენტე უკვე მიყურებს, რომ მივაწვდი ხელში რაღაცას სარეცხი მანქანაში, ხო? ხო და ეგრე დღეში არ ვიცი სამს ვატრიალებ, მეტს ვერ გავაშრობ ფიზიკურად მეტს. ამინდები არაცივა, საქართველოშიც ვიცი რომ ცუდი ამინდებია, იმებს უყურებ ხოლმე ტიკტოკერებს და ეხლა დღეს ქარია აქა, კაი ქარი ქრის. აი ეს შარფი, ინგას ნაჩუქარია და როგორ მიყვარს
რამდენი ისა სუამას ვიკეთებ ხოლმე თუ რამე ისეთი ფერში არ მინდა სხვები ხო და დღეს სპორტულად ავარ სპორტივნი აქ ფული უნდა იყოს 50 კაპიკი წუხენ სამშაბათს გავედი ბაზრობაზე ძირითადად მინდოდა ფული უნდა გამეგზავნა რაღაცებს რო ყიდულო ბაჭყი ბუჭყი რაღაცებს ხო იცით 8-4 სათვალე ხომ მომივიდა ეხლა 8 მაქვს გამოწერილი ქვია ნაყიდი სათვალეები არც ჯერ არ გამოუგზავნია თქვენი ისა ბაჭყი-ბუჭყები უნდა მოვიდეს და კიდე რაღაცები და ფული მქონდა გასაგზავნი სამშაბათს გავედი გავგზავნე და ბაზრობაზე მქონდა ერთადერთი რომ ინოჩენტეს ფლოსტები უნდა უყიდო ინოჩენტეს ფლოსტების ყიდვა არის აი კატასტროფა იმიტომ რომ თუ როგორიც თვითონ არ უნდა ისეთი არა უკვე ვიყიდი ვიღაცას ვაჩუქებ ვიყიდი ეხლა ბოლოს ვიყიდე 16 თუ 17 евро მივეცი თუ 17 ღირდა და 15 მივეცი არ მახსოვს და გოგო რომ მოდის ხოლმე დამხმარე ჩემთან იმას ვაჩუქე ინოჩენტი თქო მე მაგას არ ჩავიცმევ განა იმიტომ რომ რამე ძვირფას ეძებს არა ფეხი ცურავს შიგნითო ძირი რბილი აქო ეგეთია მოკლედ აი მყარი რო არის თექისა რაღაცა ეგეთი აქ და აღარ შეუძლია დაძველდა ეგ მინდოდა და არავინ ბიჭმა მითხრა არა მაქო იქით აკვირას იქნება მოგიტანო მე თქვი ხა ამას სადველოდო შევედი ძალადოში წუხელ ღამე 2 საათზე და ძლივს ვიპოვე ფასდაკლები დათბილული არ არის ხა დათბილული აღარ გვინდა ეხლა რაცაც ვია ის თექაა და დათბილული იყო გაჩნდა აი ბამბუკის თუ რაღაც კაუჩუკის ძირი როა ხო იცით ფეხი რო შეგიდგმევა ეგეთი უნდა ფასდაკლებით ძლივს ვიპოვე 32 евро პოტასების ფასი ცოტა ის კიდე ის არის რა ხო და უყიდე რა გამოვიწერე თუ რავი რა ქვია ავიხე ჩემთვის წერების და იმას ავხმარო ძალიან გადასარევად და რო გათავდება ვიყიდი ხოლმე კიკო პრიკო ავონი 1000 რაღაცებს მაგრამ არა რომელსაც იმ რევოლუციონს ავხმარობ ისე არაფერი არ არის კი დამიწერეს რომ ეგ მარკა დიდი არაფერი არ არის მეც ვიცი რომ დიდი არაფერი არ არის 5-6 евро ღირს თვალის ჭრდილების ნაბორი და მაგ ფასად დიდი რა უნდა იყოს მაგრამ ჩემთვის გინდა ფერი გინდა მდგრადობა არის გადასარევი თორე მაგისი პომადა არაფრად არ ვარგო და ტუში არა მოკლედ რა რაც არის რაც გამოუცდი და მომეწონება ხოლმე ხო და ეგ გამოვიწერე წუხი ხო და ეხა მაგის ფული მაქვს გადასადები რომ ისა ეგრე ვიცი ხოლმე რაღაცა რომ აქვს გადასახდები იმის თანხას გადავდებ და აქ საქმე დავდებ ხოლმე ქვეშ რომ დარეკავენ დააჩიტოფონებენ უცებ ავიღო ფული და ჩაუტანო ხო და ეგრე ვარ მაგ გადარბენაზე გუშინ წინებში TikTok-ს ავსკროლავ და გადავაწყდი ეს რაღაც ზოდიაქოს ნიშნები როა ხოლმე და რაღაცები ხო იცით 1000 რაღაც ძალიან არც ამჯერ არც ამ წამს და არც დავდევ მაგებს არც ტაროლოგებს საერთოდ გაურბივარ დათელ მხილველები ეგენი ყველაფერს რაღაცას დაუწერ ხოლმე და მიმბლოკავე ხო და კაი მოკლედ და იქ ეყო და დამაინტერესა რომ აბაო რა გიშლისო ხელსო შენი ყნარ ცხოვრებაშიო თუ კარგად ცხოვრებაში რაღაცა იყო რა გიშლისო ხელსო და გადავედი ამ ჩემ იმაზე და ეწერა სუ გეჩქარებაო სუ გარბიხარო სუ ფათაფუთობ იმიტომ რომ ყველაფერი და ყველას მაგივრად უნდა მოასწროვო ყველას გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო და ყველა შენ უნდა აიკიდოვო ყველა ზუსტად დამემთხვა ხალხო აი ზუსტად დამემთხვა რა და გამოსავალი ეწერა გამოსავალი ის არის რომ გაჩერდიო დაწყნარდიო დაიკიდე ყველაფერიო ჩემი სიტყვებით ვამბობ ხო და ყველაფერი დალაგდებაო რა არა ადამიანი რო დაიბადები რაც დაიბადები იმას რა ძნელია რომ გამოიცვალო ხო და მეც აი ხა ჩემ თავს რო ვაკვირდები ჩემი ძმაც მეტყვის ხოლმე რა სუ ქაქანებ რა სუ გარბიხარ რა სუ გარბორბიხარ არ ვიცი არავინ მე არ მომდევს არავინ მე თავზე არ მადგა არავინ არ მაჩქარებს ინოჩენტეს უმაგას მეუბნება რას ფათფათე თუ სიტყვაზე პირველზე არ იქნა სადილი და ორზე იქნა რა დაშავდება არ ვიცი რატო არ ეგრე
ხო და ეთყობა გავლენა იქონია აქ რომ ჩამოვედი და რომ მუშაობდი და სტროიში ვყავდი ეთყობა არ ვიცი თუ ეგეთი ვიყავი არ ვიცი საერთოდ ფათფათა სულ ვიყავი ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეგრე არის ჩემი საქმე და ეხლაც ჩემთავს ვაკვირდები არ იქავ ფათფათებ არ იქა გავვარდი შემოვარდი არა და დილით რო ავდგები არსად არ მეჩქარე ავდგები გამოვივლი წნევის წამალს დავლევ მივდგები მოვდგები შევალაბაზანაში გამოვალ წავალ და წამოვწვევი ხოლმე კიდე 10 საათი იყოს არ მედარდება არ ვაკეთებ წამოვწვევი ინოჩენტე რომ მორჩება თავის დილის რიტუალებს დაიბანს რამე ყველაფერს ეხლა ისწავლა და იმას რაკოვინას და რაკოვინის მიდამოებს თვითონვე ასუფთავებს და მე წევარ მერე რომ მორჩება აბაზანს ოღონ შიგნით აბაზანეს მე ვასუფთავებ მერე და ესა მერე გავი ბაბუები მერე ინოჩენტე რომ გავა მერე ვემზადები და გავდივარ და მერე იწყება ჩემი ჭენაობა არიქა ჩქარა ესა არიქა ჩქარა ესა ეხლა გავაკეთე დილას დილას ყოჩაღი გამოვდექი გავაკეთე ნიოკი არ ვიცი მე ქართული შესატყვისი ნიოკი უკრაინულად რუსულად გონი კლიოცკები ქვია თუ რა ქვია არ ვიცი ქართველებს რა გვაქვს მაგნაირი ზარმაცი პილმენიო თუ ზარმაცი ვარენიკიო თუ ზარმაცი რაღაცაო იტალიელებთან არის ნიოკი და აკეთებენ კარტოფილის ნიოკს სახში გაკეთებული ცოტა არაუშავდა კარგია მაგრამ ნაყიდი ნიოკებს მე არ ვიცი ვინ აჭამს ვინ არ თუ ქართველები ვინმე ჭამენ არ ვიცი იმიტომ რომ მე ერთხელ გავსინჯე და მე იმას მეორე აღარ შევჭამ იმიტომ რომ ჯერ რო ქვასავით მაგარია ან რა როგორ უნდა დაღეჭო ან როგორ უნდა კუჭმა მოინელოს მე არ მომეწონა მოკლედ და სახში ვაკეთებდი ხოლმე ხანდახ დილას გადავწყვიტე რომ გავაკეთო ხაჭოთი ანუ კარტოფილის მაგივრად ხაჭოს ნიოკები იმიტომ რომ უფრო რბილია ფუმფულა ერთი ამოდუღება უნდა რა გავუკეთე ხაჭო ლაქტოზას გარეშე რა თქმა უნდა ერთი კვერცხი ცოტა ფქვილი და დავჭერი გავაკეთე ეს ჩურჩხელასავით და დავჭერი პატარ-პატარებად გავამზადე იმიტომ რომ ეხლა ესე მიწვია იმაზე სინზე დაფაზე თუ როგორ ვთქვა და ცოტა გაშრება და მე ჩავყრი მდუღარე მარილწყალში ამოვყრი და ვითომ უნდა გამეკეთებინა ძირითადად მიირთმევენ ხოლმე პამიდურის სუგოთი ანუ მოხრაკული პამიდურით მაგრამ ჩრდილოეთში მიირთმევენ კარაქით და სალვიათი სალვიას ვერ ვიტან სალვია არ ვიცი მე ისევ ქართულად რა არის მცენარია და ვერ ვიტან სალვიას გემოს და მაგას რა თქმა უნდა და შეიძლება თუ მომიარის მარტო კარაქს ჩავადებ და იმას ყველს მოვაყრი და მორჩა ეგრე ეგ გავაკეთე 1000 რამეზე მინდოდა თქვენთან მინდა ხოლმე საუბარი მე როცა ვიდეოს ვთავ აღარ მახსოვს ძალიან ბევრ საჭირბოროტო რამეები რომ აწუხებს ხოლმე მე თვითონ შიგნიდან მინდა ხოლმე საუბარი მაგრამ რავი მე გადამივლის გაბრაზებაც გადამივლის ხოლმე ემოციასაც დავკარგავ ხოლმე და მე რა მოვდივარ ეგრე ასე რომ ჩემო კარგებო რომელი საათი პირველი 20 წუთია უკვე წეღან დამირეკა ჩემმა ქმარმა ბარში იყო თვითონ და ხმაური ესმოდა და სადახარ ბარშიო და არა მე ვთხარ მაღაზიაში ვარ მე ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეგრე ვართ ეხლა ავდგები რა ქვია მაგას მივხედავ ცომი მაქვს მოსაზელი პური არა მაქვს ჩემთვის მივხედავ მაგებს და მერე გავაგრძელებ ამ ვიდეოს იმიტომ რომ არ მასვენებს გამჩენი რაღაცა რომ აქვს გასაკეთებელი და ეგრე დავეთი არ მითხრათ ახლა მე შენი 10-12 სათვალე გვაჩვენეო მეც არ ვიცი არ მახსოვს რეებს ავყიდულობ ეგ უფრო კარგია დავედი ხალხო ეხლავე მოვალ თქვენთვის ეხლავე მოვალ ჩემთვის არა
სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას. თქვენ კი ვიდეოს ჩვეულებრივ გააგრძელებთ, მაგრამ მე კარგად ვარ აყირავებული. მაგრამ პირველ ვაი ისევ აყირავებულები ვართ. მაგრამ პირველ ნაწილსა და მეორე ნაწილს შუა მთელი დღე გავიდა. ამიტომ თუ განსხვავებას დაინახავთ, დასაცველი ახლა მოვედით სახლში და გამოვიცვალე, იმიტომ რომ ნავაჭრი დავაბინავე. თუ განსხვავებას დაინახავთ ბეჭდებზე და გაწეწილობაზე და რამეზე, იფიქრეთ, რომ მთელი დღე გავიდა. ვიწექი, მეძინა, ავდექი, მეორედ გავედით გარეთ და მე ჩემი საკვებით მოვედი. იმიტომ რომ ეხლა დავლიე წამალი და კი არა მშია და რა, მაგრამ მომეპრიანა ეს ჩემი დესერტი. ცილოვანი დესერტი. აქ არის მარწყვის ჯემი, ჩემი გაკეთებული უშაქრო, იოგურტი, თეთრი იოგურტი და ჟელატინი. მეტი არაფერი. დამატკბობელი, მეტი არაფერი. ხო, ახლა დავაბინავე მთელი კვირა რაღაცას ავყიდულობთ. უკვე ნერვები აღარ მაქვს, ნერვები გამიწყდა ამდენი ფულის ხარჯვით. მაგრამ არაფერი არ გამოდის, სხვანაირად ვერა. რა იყიდეო, რა ვიცი, კი შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა ეს დღეები, მაგრამ არა მაქვს დრო რა ვიყიდე ვიდეოს გადასაღებად. იმიტომ რომ მოვიტან აცხაფაცხით, ეხა ჩემი ქმარი ხო არის სულ მუდმივად ფეხმძიმე. ხო და რაღაცაზე ხო უნდა გაიფარჩხოს მაღაზიაში და დაინახა გული. საკონლისაც იყო თხელფირფიტებად დაჭრილი და ღორისა იყო თლიანი ერთსალი. ხო და ნანა ამას რომ მიკეთებ, ადრე რომ გამიკეთე ესო მოხრაკულიო. ჯერავ ხარშავ, კარგად მოუხარშავ, იმიტომ რომ მასე ახლა მე ვერ ვენდობი რომ ჩავყარო და ყაურმა გავაკეთო, ეგეთი რამე ძალიან ვერა, იმიტომ რომ არიცი როდის არის დაკლული, არიცი მოკლედ რა. შემოწმებით კი მოწმდება ეგ ვიცი, ხო და ჯერ კარგად მოუხარშავ, მე დავჭრი წვრილად როგორ გძელ ზოლებად რა და ხახვი, დაფნა, 1-2 პამიდორი, ნიორი, რა ვიცი, ყველაფერი პილპილი, ყველაფერს მივაყრი და ტაფაზე მოუთუშავ და მიირთმევს, მე არა. მაგარი იმიტომ რომ არავჭამ და არ მეყვარს ღორის ყაურმაც მეყვარს და ყველაფერიც, მაგრამ არ მინდა. ხო და დაინახა, ეგ გამიკეთეო და ეხლა დავადგი სასწრაფო წესით. ქათა მივიყიდე, მიდიები ვიყიდე, მაგაზეც გაიფარჩხა მიდიებზე, რომ რამდენი ხანიაო ხვალ გავაკეთოთო მიდიებიო, მეზღვაურისებურად ქვია, კარაქი, ნიორი და მიდიები და მერე სპაგეტისთან ერთად. ხო და ეს 50 კაპიკი ისევ აქ არის. ხო და ეგ ვიყიდე, ბროკოლი ვიყიდე ჩემთვის ერთი, საზამთრო ვიყიდე, დღეს 12 ევროსი მარტო საზამთრო ვიყიდე, 12 თუ 13 არ მახსოვს მოკლედ და თან დიდი რამე არ არის, ბები ანგურიები, ბები საზამთროები როა პატარები, დიდები აქ იყო, მაგრამ მითხრა რომ თუ გინდა გავჭრი, მაგრამ არ ვარ გავა. ხო და ეგ ვიყიდეთ, რა ვიყიდე, არ ვიცი რა ვიყიდე. არ მახსოვს. არ მასხობს. ეხლა ხარ მოვედით, როგორ ხარ, წიწაკები ვიყიდე გძელი. შესაწყველი წიწაკები არის, სპეციალური ეგენი ვიყიდე. არ მახსოვს, ხო. კარაქი მაგისთვის, კარაქი ჩემთვის, მოცარელა მაგისთვის, ჩემთვის არა, მოცარელა მე ხო იცით არ მიყვარს.
ისა ეგ ვიყიდეთ კიდე რაღაცა ხორცი ვიყიდე და არ მახსოვს. დღეს აქ მაღაზიაში ვიყიდე ღორის ხორცი, ქათმის ფილე, არ ვიცი რა, მოკლედ რაღაცებს ვყიდულობ, მათი ვარ შევტენი, რომ ვიფიქრებ, რომ ერთი კვირა აღარაფერი ვიყიდო და მაინც ყოველდღე რაღაცა გამოტყრება ხოლმე საყიდელი და მაინც. ხო, რა. ამ ჯეგვარს ხო ტერორში მყავს და გუშინ წინ მოვიდა სახში და სადილის დროა. ხო და მანამდე რა თქვა მიმქონდა რომ წინა დღეს სად მიდიხარ, გადიხარო და ხო მეთქი გავდივარ და სად მიდიხარ და ზევით მეთქი იმაში ფულის გასაგზავნი სადაც არის, იქ მივდივარ მეთქი ფული უნდა გავგზავნო. ნუ უკვე იცის რომ რაღაცაში უნდა გადავყარო. ხო და ხვარა მოიღო. ნუ კაი. ხო და მეორე დღეა და მოვიდა სახში და იცვლის რაღაცას იბანს რა შვება რა ვიცი და მეოთხარი ხო რაღაცა უნდა გკითხო მეთქი და კაი მე გკითხავ მეთქი და მოვიდა და მეუბნა მითხარი ვიცი რომ რამე ხაფანგიაო არა და უნდა მეკითხა მეორე თავისაჭმელი რა გიდა ესა თუ ესა მეთქი ხორცზე უნდა მეკითხა და ესა ვიცი რომ რამე ხაფანგია და აჰა მკითხეო ეგრე უნდა ყავდეს გამწვავებულ მდგომარეობაში ქმარი. ხო და უკვე რას ვიზავთ ხალხო? ყველაფერი არის დაძვირებული. ყოველ კვირა ხო ძვირდება. ეხლა რამდენი ვიდეო იდება, აი ევროპაში შეხედეთ როგორი იაფია, აი საქართველოში როგორი ძვირია. იცით რას გეტყვით? ყველგან ის ფასია, რის საშუალებაც აქვს ადამიანს რომ იყიდოს და თუ საქართველოში, ასეთი აი ამერიკაში მაგალითად ძვირია და ხელფასებით შესაბამისად აქვს ძვირი. ამერიკელი ვინც ამერიკაში ცხოვრობს, იძახის რომ ვაიმე ევროპაში როგორი იაფიაო. იმას არ უყურებ რომ ევროპაში მაგ ხელფასი არ არის სიტყვაზე. ამერიკაში თუ 1 საათი 60 евро ყავს, ნუ არ ვიცი სიტყვაზე ვამბობ რა. ღირს, აქ აღებს 10 евро 1 საათი მუშაობა და განსხვავება რო არის ხელფასში, ხო? შესაბამისად განსხვავება არის ფასებში. ხო, ეხლა თვითონ აქ იტალიაში ჩრდილოეთში ძვირია, იმიტომ რომ ხელფასები მეტი აქვს, სამხრეთში ხელფასები დაბალია და უფრო ნაკლებია. საქართველოში რადგან ეგეთი ძვირია ყველაფერი, ალბათ ძალიან ბევრი ფული აქვს ხალხს. ეხლა მე აი თავრობას მახსენად ვიგდებ ფაქტიურად, თავრობასაც და ხალხსაც რა, რატო? მე ვაწყდები ვიდეოებს ხალხო თბილისში ნუ ხინკალი ევრო და ლარი და 80-იო გონიაკაც არ აღის მაგდენი არ ვიცი. ვაიმე ხინკალი გავაკეთე გუშინ წინ. მე ჩემთვის და რატო? იქ რო ვიყავით დასასვენებლად, იქ ვიპოვე ჩვეულებური მწარე წიწაკა. ანუ აქ მწარე წიწაკა თუ გინდა ის პატარა დარიშხანები რო არის, ისიც უნდა იპოვო რა და არ მიყვარს, იმიტომ რომ ის არის უბრალოდ მწარე. მეტი არაფერი გემო არ აქვს წიწაკი. და ეს ჩვენებური კაი მწარე წიწაკები რო აი სალათს რო დააჭრი და თა რო მიაკბეჩავ, ხო, ეგეთები აქ არ არის. რამდენიც ვიყიდე ტკბილია. ხო და იქ ვნახე და ვიყიდე. რას გაუშვებდი? ნახე თავში ცოტა ტკბილი არავშე როგორც ჩვენებურა წიწაკაზე და ბოლოსკენ წარდება და თან კარგი წიწაკის გემო აქვს. მე ხა მაგას ვიფიქრე არ გაუშვებ ხელიდან ხინკალი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემთვის აი ხინკალი მწვანე მწარე წიწაკით არის ზღაპარი. არაფერი გემო არ ქონდა. ხორცი რო არ არის, კი ბატონო მე თვითონ გავატარე. კი ბატონო ვიყიდე, მაგრამ არ გამოდის ისეთი ხალხო, ნუ რავი, ნუ მეტყვით რომ აქ აკეთებთ გემრიელ ხინკალს. კი, გემრიელ, ნუ არის რა, თავს ვიტყუებთ, მაგრამ აი ჩვენთან რო ხინკალს ვაკეთებდით, მე აქ ეგეც არ არის, ვერა. ხო და გავაკეთე გუშინ წინ ხინკალი და თან ჩემ თავს დავცინოდი, მალე რომ მორჩე მეთქვი, ობლის ხინკლები გავაკეთე, აეთი დიდები. 2 დღე მოვიკალი თავი. და ის 2 დღე ძალიან უღონოთ უძალოთ ვიყავი და ნინოს კიდეც მივწერე რომ ვაიმე მეთქი ისეთი უძალო თავარ არა და 2 დღეა ხინკას ამჭამ და ძალა არა მაქვს მეთქი. ეთყობა მთელი ენერგია იმ ხინკლის გადამუშავებაზე მიდიოდა.
გადაჭრეულია ორგანიზმი ნორმალურ საკვებს. ხო და დაიცადეთ, დავუბრუნდები ფასებს, გადადამავიწყდა. ეს საქართველოს ვიდეოებს რასაც ვხედავ, ხო ფასები. თუ ეხა ეს იტალიური პროდუქტი და ტკბილეული და რაღაცეები რომ გაწეული ფასებად ყიდიან და გაწუილებულია, კაი გავანებოთ მაგას თავი, მაგრამ ხილის მაღაზია რო არის რაღაცა ხილი ყოვო თუ ფრუქტი ყოვო თუ რაღაცა ქვია არ ვიცი რა არის მუდმივად ჩასდით ხილი ეგზოტიკური ხილი ხო მუდმივად ახალი პარტია მიდის ეგ ხო იმას ნიშნავს რომ ძველი იყიდება 60-70 ლარი ღირს თითო რაღაცა ხილი, თითო კილო, არ ვიცი რაღაცა ფასებია კატასტროფული. ეხლა ტყუილი რო არა ვთქვა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფასები არის აი 4 ცალი ალუჩა 30 ლარიო. მერე 5 ცალი ალუჩა მოუმატეს სეზონი რომ მოვიდა 5 ცალი ალუჩა 20 ლარიო. მოკლედ ძალიან რაღაცა იყიდება, ხო? ხო და ფაქტია რომ მაღაზიას მომხმარებელი წყავს კიდეც იყიდება აქედან გამომდინარე ფული არის თუ არ არის ფული ხა იმ მაღაზიაში არ მგონია ნისიათ ვინმე მიცეს ხინკალი გადავაწყდი ქუთაისში ვაკეთებ თუ ქუთაისი იყო მგონი ხინკალიო ევრო ლარი და 80-იო ერთი ცალი ხინკალი ლარი და 80 10 ხინკალს ჭამს საშუალოდ ადამიანი 800 ხო მაინც. პატარა ხინკლები იყო ეხა იმას 10-ად შეჭამდა 12-ად. ოჯახში თუ 4 ადამიანი არის, 4-5 ადამიანი 100 ლარის ხინკალი უნდა იყიდონ, ხო? ყიდულობენ, გაძალებული მუშაობენ, მუხჩა უხრელათა შრომობდნენ და იყო შეკვეთები. ყველაფერი ისეთი ფასებია კატასტროფებს რო ხედავ, მაგრამ ყველაფერი იყიდება. აქედან გამომდინარე ფული არის. ის რომ მითხრათ რომ საქართველოში დანწასულები ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით არის ეს ხალხიო, რაღაცა უკვე არ ამჯერა. იმიტომ რომ აქ აღებული ამ 1000 ევროთი იქ ვერაფერს ვერ გააკეთებ, რავი, ფული არ არის ეგა. არ ვიცი ხალხო ფოკუსნიკები არიან ხართ საქართველოში როგორ ახარ წარმოდგენა მე ეხლა აქ ხო ხედავ არა ზვირდება მართლა ყოველ კვირა ზვირდება ერთი პაჩკა ყავა რომელშიც ჰაგის უკოფეინოს კაი ხანი არ მიყიდია ხა თქვენი ნაჩუქარი ყავებს მივირთმევ მე და ინოცენტე დიდად ხსნაც უყრი ხოლმე ერთზეში მაგრამ ადრე ხო ვსვავდიამ ჰაგი ეხლა ევრო და 80 ღირდა, მერე 2 ღირდა, მერე 2 და 20 ღირდა, მერე 2 და 40 ღირდა, 2 და 50 და ეხლა გუში წინ გავჩერდი და ვუყურებდი 4 ევრო და 79 ჩენტეს იღებს 4 ევრო და 79 წონაში ხვაკლებენ წონაში ხო დაპატარავდება ყველაფერი იკლებს აბსოლუტურად ხო და აი უკვე ბაზრობაზე ვიყავი სამშაბათს ხო და გავჩერდი რომ ისა ბალი ვიყიდე რავი რაღაცები ვიყიდე რა აღარ მახსოვს რაფერი აღარ მახსოვს რა მუშმალას რა ქვია მუშმალა მესპოლე ხო და ხალხი უკვე აი ადრე ბაზრობაზე ყველა ყიდულობდა მთლიანი კასეტები 2 კილოიან იმეებს რა ყუთებით იმიტომ რომ ბაზრობაზე ხა იაფია ბაზრობას უკვე ეშურებიან ვნახე რომ ადამიანები ყიდულობენ ცალობით ანუ 1 ლარის 9 კილო მუშმალა იყიდა ერთმა 4 ცალი გამოვიდა 4 ცალი და კიდე 4 ევროზე მეტის არისო 9 კილო რაღაცა ბალი 9 კილო აი ეგრე ყიდულობენ იმიტომ რომ სხვანაირად აღარ შეიძლება იმიტომ წამლები დაძვირდა ბატონო და წამალი ხო უნდა იყიდონ და ყველა ეხლა კიდე ამ ისა დენი და გაზი აი ეხლა სამაგი მოვიდა მე მგონი არ ვიცი ეხლა ნახა ინოჩენტემ კომპიუტერით იმაში იყო შესული ბანკში თავისი ანგარიში რა ხო და დღეს წავიდაო იმის ფული გაზი და დენი ერთად აგვაქვს
გაზი, დენი და ტელევიზია ერთად არის მიბმული. ინტერნეტი გვაქვს ცალკე, წყალი გვაქვს ცალკე. ყველაფერი არის გასამაგებული. და აჰა, როგორ გინდა? სხვა რამეც ხო გინდა ადამიანს. ჩვენ ის აქვს შველის ამ დედაჩემ თქვა, ყოველდღე გავდივართ მანქანა ეხლა მეთანზე გვაქვს, მეთანი გაზი. ადრე იმაზე ქონდა GPL მეორე გაზი, იაფი ღირდა. ეხლა მეთანზე გვაქვს, მეთანი ღირს ევრო და რა ვიცი 60 თუ 65 არის შენტესი ბენზინზე ნაკლებია. ყოველდღე ხო გავდივართ ხო გვინდა. ჩვენ აქვს შველის ის რომ არ ვეწევით არც ერთი. ბარში დავდივართ ორივე ყოველდღე და მე ალბათ ორჯერაც. ისა, რა ქვია, არ ვეწევით ეგ აქვს შველის ტელეფონის ისა რა ქვია, ტელეფონი გვაქვს დაბალი გადასახადით, ანუ მე ვიხდი მგონი 12 ევროს და ინოჩენტე იხდის 800 თვეში. და ისა არა გვაქვს რა სხვა არაფერი გადასახადები, განმადებები არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს და ეგ აქვს შველის კიდე. ხო, რესტორნებში არ დავდივართ. არიან ადამიანები, რომლებიც აი შაბათს მაგალითად ფულს ისესხებენ დილით, რომ საღამოთი პიცაზე წავიდნენ. ჩვენ არ დავდივართ. თუ მოხდა და მეგობრებთან ერთად და რაღაცა ხო, შეიძლება ხანდახან გავდივართ, აი რამდენიმე თვეში ერთხელ. ეგ არის. ჩვენი ხარჯი მანდ არ არის. მაგრამ ჩვენ ეგ ჩვენი არჩევანია, რომ არ გვინდა ჩვენ ყოველ კვირა რესტორანი, არ გვინდა მაგალითად და გვირჩევნია, რომ წელიწადში 3-4 შვებულებაში წავიდეთ. ეგ არის ჩვენი არჩევანი, რომ სიტყვაზე არ დავხარჯავთ ფულს რესტორანში მაკარონის საჭმელად ან პიცაზე. პიცაზე უფრო, წახვალ რა. ხო და მაგრამ გვირჩევნია, რომ დასასვენებლად წავიდეთ. ეგეც ხო ხარჯია არა? ხარჯია და დასასვენებლად რომ მიდიხარ რა თქმა უნდა. და გვირჩევნია რომ გავიდეთ სიტყვაზე ახალ წელსაც ვიყავით გასულები 2 კვირა, ეხლა გავედით კიდე 2 კვირა, ეხლა 10 ივლისს კიდე გავალთ 2 კვირა, მე მოვა კიდე შობა ახალი წლები, რა ვიცი, ნახოთ, თუ ცოცხლები ვიყავით და თუ ყველაფერი მშვიდობით იყო. ხო და აი ეგრე გვირჩევნია. და აი კიდე ინერციით მიდის მსოფლიო, არ ვიცი როგორ. მიუხედავად იმისა, საქართველოში კიდე ამ გამოძახებებით, ხო იხდით ტრანსპორტისასაც, ყველა გამოძახებას საკვებს მიირთმევს, არ ვიცი ხალხო, არ ვიცი, რაღაცა მისტიკა არის ეგა. რო კითხო ყველა ვტირივართ, ყველა ვწუწუნებთ, ხო? მაგრამ ეხლა ვხედავ, რომ აი TikTok-ზე ვხედავ, რომ ადამიანებმა ნელა-ნელა პოულობენ, ეს კარგია. გამოსავალს გაყიდვებს ძირითადად და ეს გაყიდვებიც კარგი 50-60% ამ ემიგრანტების კისერზე დგა, იმიტომ რომ ბევრი ემიგრანტები ყიდულობენ, იგივე მეორადები, იგივე სამკაულები, იგივე ბევრი რამე, ყველაფერი იყიდება, ხო იცით? TikTok-ზე ლაივები, საღამოთი რო ჩართავ გახსნი TikTok-ს სავსეა. ყველას თავისი კლიენტი ყავს, ყველას თავისი ხალხი ყავს, ყველა რაღაცას პურის ფულს აკეთებს და ეს არის კარგი. იმიტომ რომ მარტო გამოგზავნილი ფულით და რაღაცით ვერავინ ვერ იქნება, შანსი არ არის. მაგრამ მე ვატყობ, რომ ადამიანები პოულობენ გზას, რომ რაღაცა გამოიმუშაონ. და კიდევ მეორე ძალიან მივესალმებ. მეც მაგალითად დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. მე საქართველოში ვიყო და როგორ გითხრათ დაიცა, ჩემი საშოვარი იყოს ფული, ანუ რომ მე უნდა აუცილებლად რაღაცას გავაკეთებდი, აუცილებლად ვიშოვიდი. მე სულ ვამბობდი ხოლმე, დავარია მოინდომო ადამიანებმა, თორე სულ არაფერი მეთქი, სულ არაფერი, ჩავალ ეგე ყარაჯალაში ტომრით ვიყიდი მწვანილს, გავაკეთებ კონებს, გავყიდი და პურის ფულს ვიშოვდი. არ ვამბობ რომ მაგით ვინმე გამდიდრდება, მაგრამ ის რომ პურის ფული იშოვო, ყველა იშოვის. ყველა რაღაცას ყველა აკეთებს. კი ტანჯვა, კი წვალება, ყველაფერი შრომა, არ არის ადვილი ხალხო, რომ ადამიანები ლაივში დგანან საათები, ყიდიან, ჯერ უნდა გაყიდო, მერე იმ ყველას სათითაოდ უნდა დაუკავშირდე, უნდა დაგირიცხონ, ის ყველაფერი უნდა შეფუთო, უნდა გაუგზავნო, შრომა არის.
მაგრამ ის იცი რომ იწვალე და ლუკბაპური გაქვს. შენი ნამუშევარი და ძალიან მივესალმები რა. ძალიან. მეც ხო იცით რომ მინდოდა ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა რომ რაღაცა გავაკეთო, რაღაცა 1-2 კაპიკი ზედმეტი გავაკეთო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაპოულობ გამოსავალს, ვერანაირად, ვერაფერს ვერ მე ფასები როგორია იცით, მაგ საქართველოს კიდევ მეორები ხო იყი ჩანთებზე არის კატასტროფა მეორადების ჩანთებს ვამბობ, მეორადები, აი ეს ამის ის არის ფირმა, ეს ავთენტურია, ეს ის არის, ეს არის. ერთი ჩანთა რომ აქ თქვენ ხო იცით, რამდენი რა ჩანთები მაქვს, ერთი ვალენტინო მაქვს ნაღდი. ერთი ის რა ქვია მაგას? გუჩი მაქვს. ხო და ეგ გუჩი მოძებნე, უკვე ანტიკვარიატში გადის და მოკლედ ახალი ეგ არ გამოდის და რა ქვია, ვინტაჟი ქვია, ანტიკვარიატი არა ჯანდაბა, ვინტაჟი. ხო და ვინტაჟი მეორადი ღირდა 800 რაღაცა ევრო. ეჩემი ჩათა, რავი, თუ ეგეთი, თუ ეგ არის, უგვალი და ზუსტად ეგეთი კი იყო. ხო და ისა იხდიან ხალხი ფასებს, აი გავგიშდი. ძალიან ძვირი. რაღაცა საროჭკები, მეორადი არა, ახალი რაღაცა, ვითომ მოდურები, ვითომ რაღაცა აბლანჯულები, ერთი საროჭკა 280 ლარი, 350, 480 ლარი ქვედა ბოლოები. იყიდება. ესე იგი დასკვნა ფული არის. ღარიბი და მდიდარი სულა მიდღენი. ხოდა ამასობაში მივირთვი დესერტი. რამდენი კალორია არ ვიცი. და ცოტა. ბევრი კალორია ეს არაა. თან მარწყვის წიბწები აქვს, ეგ ის არის უჯრედისია, სასარგებლოა და ასე შემდეგ. ხო და ასე რავი ხალხ, ჩემ თავზე რო გელაპარაკოთ, ხან ისეთი ხასიათზე ვარ და ისე ჩამცხებს ხოლმე როგორ ვთქვა, ჩემი ხასიათი არა, რა დავარქვა. სულიერი მდგომარეობა არ ვიცი. ხან ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, აი ძალიან რომ ყველაფერი რომ შავად გეჩვენება და ნათელი რო არაფერი არ არის და აი ძალიან ცოტა ხანი მემართება, იმიტომ რომ არა ვარ მე ეგ ადამიანი რომ მაგას აუყვე. ვიღაცაა სადარბაზოში. ხო და თან კიდე არა მაქვს უფლება. იცით რას ანიშნავს? არა მაქვს უფლება. იმიტომ რომ ყავს ეს ქმარი. ჯერ მამაკაცები საერთოდ ქალებზე სუსტები არიან, უფრო სუსტები რა მხრივ, აი ჩვენ რაღაცა ძალიან დიდი გამძლეობა გვაქვს. ეგ მე გამოვიკვლიე რატომ, მაგრამ არ მინდა ეხლა აქ მაგაზე საუბარი, თურმე მაგას თავისი ახსნა, ქალი რატომ არის უფრო ამტანი, იმიტომ რომ თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ორგანიზმიდან და ჩვენ ისე ვართ მოწყობილი ქალები, რომ თურმე ყოველ თვე ვიწმინდებით, ანუ უფრო მაგრდებით და მამაკაცებს კიდე ეგ არ აქვთ და ამიტომ უფრო სუსტები არიან. და არ ვიცი რა, ეხლა მთლა მაგ თემას ვერ გავყვები, მაგრამ ეგრე ყოფილა. ხო და ეხლა არა მაქვს უფლებაზე გეუბნებით. ჩემი ქმარი არის მაგ მხრივ ძალიან
აი თავის თავზე იმდენად არა, მე რო რაღაცა პატარა არის ქადანას რაღაცას ტკივა, იმიტომ რომ დაშინდა, დაიხალა ამდენი ჩემი იმით, დევნით და მესმის. და აქედან გამომდინარე არა მაქვს უფლება რომ დავეცე. პირიქით მე უნდა წამოვქაჩო ეს ადამიანი, მე უნდა წეღან ვეუბნებო, წეღან დავცხეთ მანქანაში. დავცხეთ ახლა ჩვენი დაცხობა ბრჭყალებში. იმიტომ რომ სულ ჩოტკავ. ასაკში ვარიან ადამიანები, არ მინდა მოხუცი ვთქვა, მაინც არ ავწყდებით რომ ჩემი ქმარი ბერდება. ვიცით, მაგრამ არ ავწყდებით. ხო და აი ასაკში რომ შედიან ადამიანები და თავისი ახალგაზრდობა რომ ავიწყდებათ და თავისი ბავშვობა, თავისი თავგადასავლები, თავისი რაღაცეები, ხო და მე სხვას ახალგაზრდას რომ დაინახავენ და იმას აკრიტიკებენ და უთითებ, ძალიან არ მიყვარს, აი ძალიან არ მიყვარს. მე არასდროს არ მავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ისეთი არ მიკეთებია ჩემ ცხოვრებაში, რომ არ იქა, მაგრამ ეს რომელიც ეს ჩემი ქმარი რომელიც ერთი ამოსაგდები და ამოსაძირკვე ახალგაზრდა იყო, რომელიც დადიოდა, მღეროდა, ერთობოდა ცეკვებზე დადიოდა, ის მუსიკალურ 15 წლისა იყო უკვე რომ მუსიკალურ ჯგუფში იყო და აბა ისა უკვე ვეღარ იჭერდნენ ოჯახში. რომელსაც ჩაცმა უყვარდა და არ იქა რა 16 წლისა იყო რომ მამამის ერთი ცემატყეპითა და იმით თავისი დამუშევარი ოღონდ თვითონ მუშაობდა ზაფხულში სულ მუშაობდა ბავშვობიდან ესენი ხო და როგორც იქნებოდა მამამის თავი წააყვანინა ბარში ქალაქ ბარში და არ იქა ტყავის კურტკა იყიდა რომელიც თვითონ უნდოდა და მოკლედ იმას ვამბობ რომ იყო ისეთი აი აცვენილები რო არიან ხოლმე და ეხლა სხვას რო დაინახავს მოტოციკლეტმა გაგვიარა ну, ეგეთი ახლა მეც არ მივესალმები, მასეთი სისწრაფით რომ დადიან, იმიტომ რომ უსაფრთხო არ არის და ცოტა უნდა იფიქრონ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა გაიქროლა ბიჭი ბალყი. და ამან დაიწყო ჯუჯღუნი, რომ აი ეს არაფერს არ ფიქრობენ და აი ისა და აი ისინი არიან და ინკოშენცა როგორ ვთქვა, შეგნება არ აქვს და სიფრთხილე და მოკლედ რაღაცები დაიწყო და ჩუმა თავარ პირველი კი არ არის რომ მაგაზე ეხლა უნდა დავწყო და გაჩუმდა და მე რეიძახეს კი ჩვენ დროსაც კი იყო და მეც კი დავდიოდი მოტორით მაგრამ მაშინ ესეთი ძლიერი მოტორები არ იყო ო როგორიც იყო იგეთით ხო დადიოდი ძლიერი რო ყოფილიყო ხო ძლიერითაც ივლიდი ხო აბღუილებდი შენც მე ო მე რატო ლაპარაკობ ახლა სხვაზე რატო ლაპარაკობ ახლა მეთქი სხვაზე რატო 60-იანი წლების ფილმები რო გამოჩნდება და კაბები აცვიათ ისეთი მოკლე მაშინდელ ახალგაზრდა გოგოქალებს რომ ნიფხავი მართლა ჩანს ნიფხავის უკვე ეხლა რანაირად აკრიტიკებთ ახალგაზრდებს რომლებსაც მოკლე შორტები აცვიათ მე არ მომწონს როცა არ უხდება ნებისმიერ ასაკს და ნებისმიერ ადამიანს როცა არ უხდება არამე ვულგარული ან არ არის რა მოკლედ შესაფერისი არ მომწონს და არც არასდროს არ მომწონდა და ეხაც ვიტყვი ადრეც მithქვი მაგრამ ის რომ მე ეხლა რამე ჩემ ასაკში არ მომწონს და ახალგაზრდა მის არ უნდა გააკეთოს არა ბატონო არა ეგ არ მომწონს არ მიყვარს მაგას არასდროს იმიტომ რომ იმ ახალგაზრდას ეხლა უხარია ხო მე მახსოვს მე რო ახალგაზრდა ვიყავი როდის მე ვიყავი ვოლგოგრადში რო ვიყავი 17-18 წლისა ვარ და დედაჩემის შეკერილი ჩითის კაბებით დავდიოდი ნუ ზამთარში კარგი პალტოები მქონდა ყოველთვის მაგრამ ზაფხულში დავდიოდი დედაჩემის შეკერილი ჩითის კაბებით მაშინ შემოვიდა ესეთი სამკუთხედი საყელო ქონდა წინ და უკანაც სამკუთხედი იყო კაბა დედაჩემა შემიკერა ეს ჩითი არ იყო რაღაცა სხვა იყო არ მახსოვს და ოდნავ გადასული სახელო წინა თეთრი საყელოთი წინაც უკანაც და უკან სულ ჩაღილული წვრილი ღილით ეხლა ერთი ორჯერ რო გავრეცხე ეს კაბა ის საღილე პეტლებიც გაიწია ავტობუსში რო ვიდექი ხოლმე ჭედვა რო იყო ავტობუსში და ვინმე გაივლიდა რომ უნდა ჩავიდეს და რო გაივლიდა ყურადღებით ვიყავი იმიტომ რომ თუ და ვიგრძნობდი რომ ნიავი შევიდა ესე იგი ღილები გამეხსნა წავიღებდი ხელებს უკან და შევკრავდი ხოლმე 3-4 ღილი იყო გახსნილი. ოღონდ რო გამოვიდოდი იმით
გავიკეთებდი თეთრ საყურეებს, გავიკეთებდი რამე თეთრ ბანკს და გამოვიდოდი ამ პრიგოლკას რა ჯანდაბა ყველაფერი მიხაროდა მაშინ დელი დანავარე აჭყაბაჭყაო და ქვეყანა ჩემი მეგონა ისა ეს პადრელებს ფერი გავუვიდოდა და ზოგი ლილათი ღებავდით და მე კიდე იმითი რა ქვია მაგას გადამყვენი ქაღალდს რა ქვია კაპიროვკა რო იყო ქაღალდი იმეებით რა ვიცი 1000 და რო გიხარი არ ახალგაზრდა კარგი ჩაცმული რო ხარ რაღაც ახალი ჯინსის კაბა და ყადაც ჯეჭვები კიდე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რომ დავინახავდა ვიღაცა ასაკიანი და არ მოეწონებოდა ჩემი არ ჩაცმა და დახურვა იბურდღუნებდა მაგრამ მე ყველაფერი ხო ეხლა უნდა მახსოვდეს რომ ახალ არა ივიწყებენ ეგ ის არის ჩვეულებრივი ის არის რა ქვია თაობათა შორის ომი სულ იყო სულ და მე მაგას ძალიან კარგად მახსოვს და ვებრძვი ხო და დავცხე ჩემქარს კარგად შევივრად იცის რო არ უნდა თქვას და მაინც იტყვეს არა მოვარჯულებ მაინც მოვარჯულებ მე მაგას იმისი არ იყოს ინსტიტუტში რომ მივედი პირველ წელს ერთი რუსულის მასწავლებელი ყავდა რა ერქვა ახალგაზრდა ქალი იყო და იმან იცოდა ხო იმან არ მახსოვს თუ სხვავა რა მახსოვს ის რუსულის მე მგონი ტვის ამოგწოთ და მაინც გასწავლით ხო და მეც ახლა ეგრე ვარინო ჩემდეს ტვის ამოგწოთ და მაინც გასწავლი რომ არ უნდა აკრიტიკო ახალგაზრდები არ მიყვარ როდესაც არის უზნეობა ანუ უზნეობა როგორ აი ცუდის აქციელი იმისი რომ აი უზრდელები რო არიან და ცუდ რამეებს მოიხმარენ რა თქმა უნდა პირველი მე ვარ მაგრამ ის რომ ნორმალურ ფარგლებში კიდეც უნდა გაერთონ, კიდეც უნდა ლამაზად ჩაითვალ, კიდეც უნდა რა ვიცი მე ყველაფერი მომწონს. არ დავშალოთ, აკონტროლეთ, ცუდ კამპანიაში არ იყვნენ თქვენი შვილები, თორე დანარჩენი აკეთონ რაც უნდათ. იმიტომ რომ ყველა ასაკი გადის მერე, გადის ყველა ასაკი და იმ დროს თუ დაკარგე ის აი ახლა რამდენია ეს აი ბავშვობის ტრამვა მაქვს, აი ესა მაქვს, აი ისა მაქვს. ეს ბავშვობის ტრამვები და ეს ყველაფერი კიდევ ვიმეორებ, მე ძალიან შეზღუდული ბავშვობა მქონდა. ბევრი აკრძალვები, ბევრი როგორ ვთქვა, წესები, ბევრი, მაგრამ არა მაქვს ბავშვობის ტრამვები. მე ვთვლი რომ არა მაქვს, იმიტომ რომ არ მეკლდა სიყვარული. არ მეკლდა და ადამიანებს ბავშვობაში აკლიათ სიყვარული. აგრძნობინეთ თქვენ შვილებს, აი ერთხელ ჩემთემაც კარგად გითხრათ, რომ სიყვარული არ აგრძნობენ. გრძნობენ რომ გიყიდი რასაც გინდა, კი ბატონო ეს გინდა რა თქმა უნდა ის, მაგრამ სიყვარული მე არ ამყიდულობდნენ რაც მინდოდა, არ მიშვებდნენ იქ სადაც მინდოდა, ვერ შევიჭრდით მას როგორც მინდოდა, ვერ წავისვავდი ვერაფერს როგორ, მაგრამ სიყვარულით ვიყავი, აი აბსოლუტურად ვიყავი დაცული, ვიცოდი როგორ გითხრათ, არ ვიცი. და თან კიდე აი ის მქონდა ეთყობა ჩაგონებული რომ ეგ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ კეთდებოდა. თუ რამე მაშინ ვთვლიდი რომ ეს არ იყო ჩემს სასიკეთოდ სიტყვაზე და აი მერე ხო მივხვდი, მერე ხო ვიზრდებით, მერე ხო სხვა გადმოსახედია, მერე მივხვდი რომ კარგად ჩამეჭედა, გავიგონე, გავიაზრე რომ თუ რამე მეკრძალებოდა, თუ რამე ასე იყო საჭირო. ეხლა ვთვლი რომ დიახ, სწორი იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცა იმ ასაკში, ყველა ასაკში ყველაფერი თავისუფლება გქონდეს. არა, ეგ არ არის ბატონო აღზრდა. ის რომ კიდე და ეს გინდა, კი რა თქმა უნდა, აბარა დედა, ეს კიდე გადააგდო დედა, გატყდება, მე რა არა. არ არის ეგ აღზრდა და ეგ არ არის სიყვარული და ეგ არ არის არაფერი. პირიქით. ის რომ წესიც უნდა იცოდეს ბავშვმა, ზრდილობაც უნდა იცოდეს. არა, რატო უნდა მიესალმოს? არ უნდა და არ მიესალმება. არა ბატონო, არა ვართ ჩვენ ველურ სამყაროში, უნდა იცოდეს ზრდილობაც, უფროსის პატივისცემაც, ყველაფერი უნდა ასწავლოთ მაგ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს. არა,
მარტო მოდას რაც ტრენდი შემოვა ძაღლები უნდა დავიცოთ გუში წიკი და გადავაწყდი ამ გოგოს ტირის იკლავს თავს ვიდეოში ჩართავენ ამ ვიდეოს და დაიწყებენ ტირს, დასცხებენ ტირს. ნუ ტირი ხართ, კაცო, ნუ ტირი ხართ. კი, შეიძლება ცრემლი წამოგივიდეს, კი, მაგრამ აი ისეთი მოთქმით მღავილი რომ წვიტლი დორბლი ერთად გაგდის და თან TikTok-ში აეკ იღებენ, აეკ ახლოდან რომ ისა ძნელია შესახედად დასაყური. ტირის იკლავს თავს რომ მე არ ვიცი რა მოხდა, ვერ გამომჩა რომ ეს ძაღლებზე რომ გამოდიოდნენ ძაღლების დამცველი ცხოველთა დაცვა და ძაღლებს ხოცავენ და ცოცხლათა ტყავენ ეგ სისულელე ხო იყო აბსოლუტური სისულელე იყო მაგრამ კაი გავიგეთ და ეს ძაღლების დამცველები ხო გამოვიდნენ და რამდენი ხანი გამოდიოდნენ და ეხლა გამოვიდნენ დედებიო რომ შვილებს წამალი არ აქვთ და არ ვიცი რა დაავადებების არ ვიცი ეხლა მაგას ვერ დავაზუსტებ მაგრამ ეს ამ გოგოს ვიდეოს გადავაწყდი და ტირის იკლავს თავს რომ ეს დედებიო აბა წარმოიდგინეთო დედას შვილს წამალი უნდაო ვერ ყიდულობსო და სახელმწიფო არ აძლევსო იმ წამლებსო და გამოვიდნენ ეს დედები და არავინ ვიდეო არ ჩაწერაო არავინ არ გააშუქაო და როდესაც ცხოველთა დაცვა იყოლო მაშინ სულ ყველამ ჩაწერა ვიდეოებიო ეს TikTok-ერებზე იყო რა საუბარი და სულ ყველამ ჩაწერაო ეს ვიდეოებიო და ყველა დადგაო იმ ცხოველების დაცვის სადარაჯოზეო და ამ ბავშვზე არავინ ვიდეო არ ჩაწერაო და ტირო და იკლავდა თავს. აი მანდ ვიყავი მე როცა დაგისვით შეკითხვა და მე წამოვიდა თქვენგან პასუხები რომ იწვებოდესო სხვის შვილს გადაარჩენო თუ შენ ძაღლსო და ძალიან ბევრმა უპასუხა რომ ჩემ ძაღლსო და სხვისი შვილი მე რაში მედარდებაო. აი ეგ არის დიდი უბედურება, აი ეგ არის დიდი უბედურება, თორე ის რომ ყველა ცოცხალი არსება უნდა კიდეც დაიცვა და არა ყველა მესმის და რა თქმა უნდა, მაგრამ რავი არ ვიცი, აი ეგ მაგასთან ამაქვს საქმე რომ ბავშვებზე რავი ამდენი პატრონო ბავშვიაო, ამდენი მშიერი ბავშვიაო, ამდენი ესაო, ამდენი ისაო და ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია უფრო აქტიურია ვიდრე ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია. ამას რა ქვია? აბა თქვენ ხართ ამას რა სახელი დავარქვათ? რა ქვია ამას? მე არ ვიცი. და აი ეგ ძალიან მიშლის ნერვებს. იმიტომ რომ მერე ყველა არის ღვთისმოშიში, ყველა არის მორწმუნე, ყველა არავის არ განვიკითხო ღმერთო უფალო დამიხსენი და დამიცავი მე რომ მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ჯერ ადამიანია ხალხო ადამიანი აი ეგ მანდავარ მე რომ ის შვილებს აღზრდა იმიტომ ჭირდება რომ კარგის და ცუდის და პრიორიტეტების დალაგება და გარჩევა ასწავლოთ არავინ არ გამომიხდეთ შენ რა გესმის შვილი არა ყავს არა აქვს მაგას მნიშვნელობა ვის შვილი ყავს და ვის არა თუ აზროვნება გაქვს ადამიანს და თუ იმისი არ იყოს ერთი წერალმა დაწერა წიგნი და კრიტიკოსმა გააკრიტიკა შეხვდა და უთხრა ამ წერალმა რომ შენო მეო რანაირად მაკრიტიკებო როცაო ჩემ რომანს აკრიტიკებ როცა ჩემ ლექსებსო როცა შენო ერთი პატარა ლექსის დაწერაც არ შეგიძლიანო და მე მაკრიტიკებო ხოდა კრიტიკოსმა უთხრა მეო არც კვერცხის დადება არ შემიძლია მაგრამ ლაყეს და კარგს ვარჩევ ერთმანეთისგან ხოდა მაგასი არ არის შვილი ყავს ადამიანს თუ არა ყავს უნდა თუ არ და აღზრდა ყველას უნდა აი მე ხა ნერვები მეშლება იცოდეთ წაბოდი მორჩები და წავალ მე თორე ძალიან მაგაზე მეშლება ნერვები ერთი იმაზე მეშლება ნერვები როცა მშობლებმა ეხანდელმა ახალგაზრდა მშობლებმა უკუღმა გაიგეს ყველაფერი ეს ახალი ფსიქოლოგია რომ ბავშვს არაფერი არ უნდა დაუშალო და ბავშვს არაფერი არ უნდა აუხსნა და ბავშვს არაფერი არ უნდა გააგებინო და არაფერი არ უნდა შეუზღუდო ეგრე არ არის ეგ ერთ იმაზე მეშლება და მეორე იმაზე მეშლება ნერვები როდესაც მშობლები
სპეციალურად ტენიან და ასუქებენ ბავშვებს. აი მაგაზეც მეშლება ნერვები. შეგნებულად, როცა იციან, რომ ვნებენ შვილს და მაინც უკეთებენ. აი მაგაზეც მეშლება ნერვები. მე რომ მომატება დავიწყე და დედაჩემმა დაინახა, რა თქმა უნდა, ძალიან გამხდარი ვიყავ, მე ცოტა კარგად არის, ასე ისე ამხელა არასდროს არ ვიყავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დედაჩემი თუ დამინახავდა, რომ ზედმეტი პეჩენია შევჭამე, ზედმეტი რაღაცა შევჭამე, ან საღამოთი გვიან რაღაცა მომინდა, შენიშვნას მაინც მომცემდა. გავიგებდი, არ გავიგებდი, ახლა სხვა იყო, ალბათ ჩუმათაც ჭამდი, არ მახსოვს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ის რომ დედაჩემს ჩემთვის ღამე 10, 11 და 12 საათზე ხაჭაპურები გამოეცხო, რომ არ განანას მოუნდა, ეგეთი რამე არ იყო. ან ის რომ ეხლა როგორც არის, რომ არიქა ჩიფსები უნდა და მიუმაჯოთ, აბა ეს უნდა და ეს არ შეიძლება ხალხო, აი მე გული მეწვის, როდესაც პატარა ბავშვს ასაკიანს ვხედა, აი ეგ ხო ამბობდი ჩემ მეოთხე სართულზე. როდესაც მშობელი მით უმეტეს, რომ იცის რაც არის თვითონ ეხლა ოპერაცია გაიკეთა და ეხლა ისევ გასუქებას იწყებს ეს ოპერაციებელი კაცი. როდესაც შენ იცი, რომ ჭარბწონიანობა რა ძნელი რამეა და რა რთულია მთელი ცხოვრება, შენ შვილს რო ხედავ პატარას რო იმატებს, რატო ყიდულობს 300 გრამიან ჩიფსებს? რატო აჭმევ? აი მანდა მეშლება ხოლმე ნერვები, აი მანდ, როდესაც იცი. თორე ბავშვი რო არ უნდა აშიმშილო და არაფრით არ შეიძლება ასეთი რამე, რა თქმა უნდა. ჩემი ძმისშვილი უფროსი ბიჭი ცოტა ისეთი იყო, ბუტკუნა ბუთხუზა და თავისით სხვათა შორის, თავისით რა თქმა უნდა დედის დახმარებითაც კარგად დაიკლო, შვენივრად. აიყვანა თავი ხელში, არანაირი გაზიანი, არანაირი ცომი ტკბილი და დაიკლო. აი ამიტომ მაგაზეც ძალიან უბრაზდები, რომ დავინახავ ხოლმე მშობლებს, რომ იციან, რასაც უკეთებ შენ შვილს და რატო უკეთებ. წავედი ხალხებო, აბაჰე და აბაჰოს გეტყვით ახლა. წავალ ავტვირთავ ვიდეოს მოვაბავ წავედი. ჯერ არ მოვალ და ახლა წასვლა აღარ ვიცი ხოლმე. რა ვიცი, გამოჩდები რა. მერე ორშაბათს ბუხოზე იქნება პასუხი და მოგახსენებთ რა იქნება, თუ გაინტერესებთ რა თქმა უნდა. და ვნახოთ რა. ჯერჯერობით ეგრე ვართ. გაურკვევლობაში. წავედი, აბაჰე და აბაჰო.